მოგესალმებით, გამარჯობა. მე ვიყავი წასული, კაროჩე, ერთი კვირა არ დამიდია ვიდეო, ანუ ერთი კვირა კი არა. ალბათ 14 დღეა უკვე არ დამიდია ვიდეო, არა 13 დღე, იმიტომ რომ ბოლოს სამშაბათს დავდე და ამას ორშაბათს დავდე, ვიმედოვნებ თუ მოვასწარი მონტაჟი. ბოდიში, ვინც მელოდებოდით ძალიან დაჟინებით იმას ბოდიშს ვუხდი, ვინც ისეთ პონჩი მელოდებოდით იმას ბოდიშს ვუხდი და ვინც არ მელოდებოდით იმას არაფერს არ ვუხდი საერთოდ. თუ ჩემი უკანონოშვილის დედა იქნება, ალიმენტებს გადავუხდი. ხო, რატო არ დავდე ვიდეო, იმიტომ რომ ვიყავი საფრანგეთში წასული, ზოგმა იცით, ზოგმა არა, ლიგა 1-მა და სეტანტა სპორტსმა რაღაცა ერთობლივი პროექტით და განათლების მიზნით მე და ნიკოლოზ ტაბატაძე გაგვიშვეს ლიგა 1-ის full experience-ი, ანუ თავიდან ბოლომდე შევიგრძენით ლიგა 1-ის დიდება რაც არის და რა სიდიადეც აქვს ამ ლიგა 1-ს თავიდან ბოლომდე ვიყავით PSG-ს იმაზე, რა ქვია, ბაზაზე, ვიყავით იქ, ვიყავით აქ და დღევანდელი ვიდეო ზუსტად ამიტომ მინდა იყოს ვლოგი. ანუ ესე ჩვეულებრივი ვლოგი რაც არის სეტანტაზე დაიდება და ეხლა მეც იგივეს ხო არ დავდებდი. ამიტომ გადავწყვიტე რომ 18 ვლოგი შემოგთავაზოთ, ანუ მაქვს მეც კადრები, მეც მქონდა მობილური წაღებული, ვიღაცებს იქ რაღაცები გამოვაგზავნე, მოვყვები ისტორიას რა როგორ იყო და გადავფარავ კადრებით ხოლმე. ანუ პირველი 18 ვლოგი ქართული YouTube-ის ისტორიაში და შეიძლება YouTube-ის ისტორიაშიც. ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ამ ორ კომპანიას ლიგა 1-ს და სხვათა შორის ლიგა 1-ის წარმომადგენლები დარწმუნებული ვარ, ეხლა მიყურებენ, იმიტომ რომ იქ ძალიან დავახლოვდით ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, ეხლა უყურებ ბონჟურ, კუკუ, ნეტი არაფერი არ მისწავლე, არ დამჭირდა, იმიტომ რომ ინგლისური იცოდნე. კაი. დამირეკა სეტანტა უნდა მითხრა რომ აი კაროჩე ქცალიაო და მეთქი კი იმცალია, უნდა გაგიშვათო ლიგა 1-მა, მოგეთ წელიწადში ერთხელ თუ წელიწადში ორჯერ. აკეთებს ესეთ რაღაცას, რომ იწვევს სპორტულ ჟურნალისტს და ერთ ინფლუენსერს, რომ ნახონ ლიგა 1 რა მაგარია, რამხელა ისტორია აქვს და ასე შემდეგ რა. მე ამ ინფლუენსერმა რაღაცა ვლოგები გადაიღოს, ან სტორები დადოს, ან ასე შემდეგ და ყველაფერს რაც კი შეიძლება იქ შეიგრძნო და გაიჩხირო ლიგა 1-ისგან, ყველაფერს გიჩხერენ. წავედით მე და ტაფსონა, პირველ ღამე გავფრინდით, ძალიან ცუდი ფრენა მქონდა, ანუ აი მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ფრენა იყო. არ ვიცი, ურმით რო წავსულიყავი საფრანგეთში, შეიძლება უფრო მეტი ანუ უფრო კარგი ის მქონოდა, რა ქვია, დამოკიდებულება მქონოდა, ვიდრე აჯეტის თვითმფრინავით წასვლისას. არ გაგვიმართლა უყურეთ, ხა აჯეტის თვითმფრინავით არ ჩამოვარდნილა და რაღაცა, უბრალოდ არ გაგვიმართლა რა, იმიტომ რომ გეტყვით ხა რატომ არ გაგვიმართლა. მოკლედ 3 საათზე ჩავსხე, ფრენა იყო 3 საათზე, ჩავდიოდი დილის 11 საათზე წესით და რიგით რა. 3 საათზე მივედით აეროპორტში, რაღაცა ის ქვენით, ჩავსხედით აეროპორტში, ჩავსხედით თვითმფრინავში. დავსხედით ჩვენ სკამებზე, კუთვნილ სკამებზე, ფანჯარა მომიწია, სალომე როგორც ასეც, აქედან ძალიან დიდი მადლობა თუ შენ იყიდე ბილეთები, იმიტომ რომ ყველა 4 ფრენა მქონდა, 4-ვეზე ფანჯარასთან ვიჯექი. ფანჯარა არ ჩამაწევინე სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ვუყურებდი იქ ხეთს. და დავსხედით და აგვიანებს ფრენა, იმიტომ რომ გადაждდომით ვარ და მალე უნდა ჩავიდეთ და აგვიანებს, გავიდა 30 წუთი, 40 წუთი, 50 წუთი, შემოდის ვიღაცა ტიპი და გვეუბნება რომ კაროჩე ვიღაცაო არ შეუშვესო და ეხა აჯეტის ვალდებულებაა რომ უკან ისტანბულში დააბრუნოსო და სანამ ის რაღაცებს, საბუთებს, რაღაცებს არ გააკეთებს და უკან ვერ წავალთო რა. მეთქი, კაი, რა ვიცი რა, გავიდა 1 საათი, საათი და 10 წუთი, საათი და 20 წუთი და ძლივს აფრინდა ეს თვითმფრინავი. გვერდზე, ანუ ტაფსონას ეხა სურათი გადავიღე სპეციალურად, სანამ აფრინდებოდა. ტაფს მე ხო მარცხენა მხარეს ვიჯექი ფანჯარასთან შუაში ტაფსონაში და მარჯვნივ დაუჯდა ადამიანი ხო არის, რომ ადამიანს არყის სუნი აზდიოდეს. ანუ არაყი დაუჯდა გვერდზე, ჩვეულებრივი არყის ბოთლი დაუჯდა, თავ მოხსნილი და სანამ დაждდებოდა, აი კაროჩე, აი დაარტყა რაღაცებს, სიხლე მიატყა, თავიტენა რაღაცას ჩამოაგდო. აი ძალიან, რომ დაუჯდა ცოტა ტაფსონასაც დააჯდა და აი ესე გააკეთა რა.
სხვათა შორის ერთი რაღაცა მინდა გავაკეთო. თვითმფრინავში ფრენის დროს შევხვდით ფარიკაობის ბავშვი, ანუ მომფარიკავე ბავშვები მიდიოდნენ არ მახსოვს სად, მაგრამ ტურნირზე მიდიოდნენ და ერთ-ერთს აკაკი ჯიქიას დაუპირდი, რომ შენ სახელს ვახსენებ თქო ვიდეოში თქო და აგერ ვახსენებ აკაკი ჯიქია და ფარიკაობის ქართველ ახალგაზრდა მომფარიკეებს ჩემგან საჩუქრად აი ეს ვიდეო თქვენ აკაკი ჯიქიას და მის გუნდელებს უსურებ ძალიან დიდ წარმატებებს. მინდა რომ ძალიან ბევრი медаლი მოიპოვნა თავიანთ კარიერაში. თავარიაში რომ მოუყვარდეთ და ყველაფერი მაგრა იქნება. წარმატებები ჩემო პატარა მეგობრებო. მადლობა სანდრო, საბრე მადლობა. ძალიან დიდი ძმა ხარ. დავბრუნდეთ თვითმფრინავში. თვითმფრინავში ეს ბოთლი გვიზის გვერდზე და ტაფსონას მოერია ძილი რა, ეხა ცოტა ეძინებოდა ხო ხვდები რა, რომ ეხა იქ საქმე იქ რაღაცა იქ ხინკალი იქ ლუდი და ცოტა მოერია ძილი რა. მე მეუნება რომ ეგრე არ ვლაპარაკობ და ოღონდ ეგრე მეუნება მაგ ხმაზე მეუნება. აი საერთოდ არ ვლაპარაკობ ეგრე, მეთქი, ეგრე ვლაპარაკობ, შიქ ხო არა არ ვლაპარაკობ ეგრე. და ესე ვლაპარაკობ სინამდვილეში. და ერთ მომენტში მოერია ძილი რა და ის ხო არ იქ წინ რო რაღაცა პოდნოსი რო გადმოდის თვითმფრინავიდან ეს პოდნოსი გადმოწია რაღაცა აი ძალიან ის რაღაც უკეთია დათუნი ის რაღაცა საშინელება და ესე ვერ იძინებს აპირიღება ალბათ ვუტყდება ახლა ესე რო გძინავს არ ხარ რა ცოტა შარვალ კოსტუმენტებს ესე ძინავს ალბათ არ მოსწონს რა და ჩამოიწია ის რაღაც პოდნოსი და დაადო ესე თავი რა და თავი რო დაადო და აი ოდნავ რო შევატყრო აი ძილი აი იმათ მოლტმოლში რა ხო იცი აი ამას რო აკეთებ და უკვე ძილისკენ რომ მიდან აი გააკეთა და წინ მიციშ და აი ესე წინ გადაიხარა ის ვიღაცა ადამიანი და მთელი ძალით აი ესე გადმოვიდა უკან რა და აი ეს კამი ხო იყო ეხა დაოდებ რა აი აქტევს ტაფსონას აქ არის ტაფსონას წინ პოდნოსი თუ რაღაცა აქ არის თავი და აი ეს კამი აი ესეთ რაღაცას აკეთებს რა მოსე ბახ და ამას ეღვიძება და თავს წევს და აი ხო აკეთეთ თავი და ესე ხო და მაშინ ხო მოხდა ეს კამი და ვაიმეო წამოხდა და ეს თავი ქონდა წვრილად აი ცოტა წვრილად ქონდა ეს თავი ესე მიყურებდა თევზები რო არის ხო იცი აქედან რომ ძალიან დიდი თაღაკთ რო შემოატელებ რომ ძალიან წვრილებიან აი ეგეთი სახით მიყურებს და თან რაჩე ისეთი ტიპი არა ანუ არ არის ეგეთი როჟა რომ ეფშვები და რაღაცებს არ დაუწყებს და ესე მე მიყურებს და მე ვკვდები აი ძალიან ბევრს ვიცინი აი უიხევი სიცილით ეს ვერ ხვდება ჯერ ძალიან თქივა თავი მაგრად თქივა მე კიდე თან რო ჩაგეძინება და ეგეთი უწება რო თვითონ თან ფრენის ეშინია რა ანუ турბულენტურ ზონაში რო შევდიოდით ემას აკეთებდა და ფრენის ეშინია და უწებ რომ მოგერევა ძლივს და აი ეგრევე აი გაშლილის კამი რო ხვდება ესე თავში და გაიღვიძა და კაროჩე აგინებს ამ თვითმფრინავს და ჯერ სად იყო, სად არის? ჯერ თვითმფრინავზე ვარ მარტო, აუ ძალიან დიდი ისტორიები მაქვს მოსაყოლ. და ჩავედით სტამბოლში ცოტა ხანი გავჩერდით და ჩავჯექით ახლა სტამბოლიდან უნდა გავფრინდეთ იმაში, რა ქვია, საფრანგეთში, პარიზში უნდა ჩავფრინდეთ ისტამბოლიდან და ჩავსხეთ თვითმფრინავში, ყველაფერი კარგად მიდის გონია და აფრინდა ეს თვითმფრინავი და რო აფრინდა, არ ვიცი რა მოხდა. ანუ წარშეგრძნება მქონდა რომ ყველა ჯამრთელები ჩავსხედით და ისე ციოდა თვითმფრინავში. ანუ იმ ზემოთ რა ტემპერატურაც იყო, ეგ ტემპერატურა ეჭირა რა, ეს ხო დაფრინავს რაღაცა 9000 მეტრზე სიმაღლეში თუ რაღაცა რა. აი მაგ ეგ ტემპერატურა ეჭირა შიგნითაც, ანუ ჩვეულებრივად ადამიანები, მე დაცემინება დაიწყო ვიღაცა მხველება დაიწყო ვიღაცა ესენი დაიწყო ვიღაცა ტაფსონამში პიჯაკი ჩაიცვა მე ის ქურთუკი გადაიცვა მე მოიკუნტა, ანუ ძალიან ცივ მაცივარი, წარმოგიდგენთ ფრინ აი ინდეზიტით ანუ ინდეზიტის ბრენდით სპირტნავით ჩავფრინდით საფრანგეთში შუა დღე არის აი ნაომარი საშინელ ხასიათზე აი ტაფსონა კიდე უფრო მელოდია მე კიდე უფრო ცუდად ვარ აქ რაღაცა მაწეპია ცუდად ვარ თუ ყუდებით გშია გწყურია და ყველაფერი რაც შეიძლება გინდოდეს დიდი ხანი თუ არიზამ აი ყველაფერი გვინდა რა ძლივს ჩამოვედით საფრანგეთში 9 თავიანი დევი მოვკალით თან 9 თავიანი შხამიანი დევი იყო ხო იცი ანუ თუ მოერეოდი თუ გიკვენდა კიდე პახოვდა ჭყამიანიც იყო რა თუ გაკაცრავდა რა გავიყინეთ არ უნდა მოუყვარ ო ასევე პირველი მგზავრობა გითხარით რომ ესეთი როგორი ესეთი იდეა ქონდა მგონი მერაბ დარჩიას ქონდა იდეა ბათე ჯენერალს მიუტანა წამოსაწოლი ტექსები არა ჩასადგომი კუბოები გავს კონცეფცია ის თვითმფრინავში ვიყავით ჩამდგრები ვიყავით რა ესე რა
აი ესე როგორც კი მუხლი მთავრდებოდა ვიღაცის ტრაკი იწყებოდა. ჩემი აუ. მეორე თვითმფრინავი იყო მაცივრის კონცეფციის. 4 ნორვეგიელი გვეჯდა და 4 ეთიოპიელი და ყველას ერთნაირად ციოდა. სიგიჟე არ მოქმედებს არავის. ყველას მიგუნდავეთ იქ შიგნით ძალიან კაი. ყველაზე მაგრები მსოფლიოში ნახე. სარკეში უყურებ ხოლმე ყოველდღე. მე ეს ნარცისიზმი უნდა მე თვითონ მეძახის მთელი დღეა და ვერ გავიგე. 3 დღის განმავლობაში ეს ნარცისიზმი უნდა ავიტანო, აი არ გესწრებ. თან როგორი ეს ნარცისიზმი რო ავიტანო თვალებში თვითონაც ვერ იბრანჭება. ეს მახო კრისტიანო რონალდოს ფანი უნდა იყოს, რა შუაშია მესის. უეჭველი რონალდოს ფანი უნდა იყოს. აბა. საცობები არის ძალიან მძიმე პრობლემა ამ ქალაქის ამბობენ. ეგენი არ ვიცი თბილისელებმა უცხო ხილია უცხო და მეტროთი დადიან აქაურები. ეხლა მე ვნახავ მეტრო იმედია მივხვდით რომ შოკოლადზე არ საუბრობს მეტრო ტრანსპორტზე საუბრობს. ეკეთყვი რამდენ წუთში მივალთ ეხლა? 23 წუთში ვართ. აგევა სატავსოც რა. ფრანგულები. და ძლივს მივედით და გონია რომ ანუ იქ ვიდეოშიც ვლოგშიც აი რომ შეგვიყვანეს სადღაც ამ ბარგით. მეთქი ვარა მაგარი სასტუმროა თქო და აი არის ეს სასტუმრო რა ეს არისო ლიგა 1-ის ოფისიო ანუ ლიგა 1-ის ოფისში მივედით სასტუმრომდე მეგობრებო შემოვედით სასტუმროში არა ბიჭო რა სასტუმროში არ არის სასტუმრო მეგობრებო შემოვედით სასტუმროში ფრანგული ფეხბურთის სახლში ეს ბარგი ვიღაც ანუ იქ ლიგა 1-ის ის როგორ აიცი ლიგა 1-ის კლუბ 34 თუ რაღაც ქვია ანუ რაღაც კაბინეტებს აქვს აი სახელები ფრანგი ფეხბურთელების თუ ლიგა 1-ის ფეხბურთელების რა და მგონი ტიერი ანრის კაბინეტში დაგვატოვებინეს ბარგი რა და გამოვედი და მეთქი ბიჭო რა ხდება რა ტირა ბარგს აქ რა ტოვტოვებთ მეთქი ხარ გამაგიჟო მეთქი თვალი მომახუჭინე თქვენ რაღაც მაბანავიან რა პირი დამაბანი კბილი გამომახეხინა მეთქი არა ვეხავ ზემოთ ავდივართო და აგვიყვანეს ალაფურშეტი იყო სადაც დაგვხვდა ლიგა 1-ის ახალი თასი რომელიც უნდა გადაეცეს ალბათ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს, ოღონდ ის ორიგინალი თასი, რომელიც დასვენას თავზე ნაკლებად პრიალა იყო. იქ ვიღაცები დახვდნენ სხვა ინფლუენსერები, პირველი შევხედრა ჩვენი მაგათთან ეგ იყო. ჩამოსვლებიან ტიპები დიდი კამერებით, რა ხო იცი? აწყობილი კამერა რა ზემოდან მიკროფონი რა ქვემოდან რაღაცა, აქედან რაღაცა, იქ დიდი ლინზა, ანუ დიდი ესეთი და ესეთი, ანუ გიმზოგს გიმბალითა, ზოგი ესეთი გიმბალითა, უკარ აპარატურით არიან ჩამოსვლები სერიოზული და შევედით და კაროჩ მე და ტაფსონას გვაქვს ორი GoPro, რომელიც ძალიან მალე ჯდება. მე რა თურმე გავარკვეთ რომ ჩამოვედით რატო ჯდებოდა ესე მალე ანუ 20 წუთს გადავიღებთ ჯდებოდა მე მეორე GoPro-თი მეორე 20 წუთს გადავიღებთ ჯდებოდა მეთქი რატო მე რა ჩამოვედით ნახეთ რომ 4K-ზე იწერდა 60 FPS-ში და თურმე ჩათვალეთ რომ 6 ვიდეოს ერთად იწერდა ერთის მაგივრად რა ხო და ეს GoPro-ებით რაღაცებს ისინი დადიან მიკროფონებით არიან თანანუ ჩვეულებრივი ტელევიზიის მიკროფონებით არიან როჟენ და დადგებიან ამ თასთან და რაღაც თავის ენაზე რა ზოგი კვიპროსელები ის ბერძნულად თუ რაღაც თავის ენა თუ აქვთ არ ვიცი დანიელები, ბრაზილიელი, ბელგიელი და ეს დგანან და ამ თასზე რაღაცა სიუჟეტებს აკეთებენ გიჟივით მე და ტაფსონო ვართ ახალი მესული აზზე არა ვართ რა ხდება ანუ რაღაცა ალაფურშეთ პირში რო ჩავიდოთ რაღაცა წყალს ვავთ რომ აი პირი გვიშრება და ისინი ხოცე და აი თასზე კონტენტზე აკეთებენ და მეთქი ტაფსონ ეხა მე ვიდეოშიც არის რომ გეხვეწებ მეთქი ხა დავდგები რა გადაგიღებ და კაროჩე ვითომ ძალიან თეს სიუჟეტს ვაკეთებთ მეთქი რა და აი ხელები იქნია მეთქი დალე აი მიდი მეთქი მიუშვი რა და ბაზარი არა რომ დადგა თასის წინ ჩავრთეთ ეს კამერა და ეხა მე და ტაფსონო ვითამაშებთ როლს ვითომ დედის ინტონელ სიუჟეტს ვაკეთებთ დავაი დავიწყო დიახ ცოტა ხმა მაგალითი ხო? ოკეი. და როგორ შეგვიდით მეგობრებო, განსაკუთრებული ადგილი პარიზში რომლის მსგავსიც არაფერი არ არის 360-იანი ხედი, უნიკალური კულტურა და ერთადერთი გამოცდილება, სადაც ლიგა 1-ის ახალი ტროფეა წარმოდგენილი პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნაკეთობა, სადაც 422 ოქროა, დანარჩენი სრულად უცნობი მატერიალებია. აიფელის ხედი მინდა რომ დავაფიქსიროთ აქედან ვაჟა. რაც შეიძლება შენი. დიახ. რამდენად აქტუალებული ხარ იმით რეცეპტი? ეხლა მეგობრებო, დაიჭირეს კანჭით გოჭი, გაუკოჭეს ჯაჭვით კოჭი, ჯაჭმა გოჭის ჩაჭრა კოჭი, გოჭუნია დარჩა კოჭლე. ამიტომ ამით იმის თქმა მინდა რომ ჩემ უკან ადამიანები ვინც არიან არავის არაფერი არ ესმის რას ვსაუბრობ, მაგრამ უბრალოდ გვინდა რომ ვაიბი დავიჭიროთ და ჩვენც მათსავით რაღაცა სიტუაციას მოვერგოთ, იმიტომ რომ ისინი გამოძინებულები არიან, დიდი ალბათობით ზოგი გერმანიიდან ჩამოვიდა, ზოგი პოლონეთიდან ჩამოვიდა, ზოგი დანიიდან
ჩამოვიდა, რომელსაც რა ვიცი, გზას 2 საათი ჭირდება, ჩვენ ჩამოვედით მარსიდან, 4 თვე მოფრინავდით. ძალიან დაღლილები ვართ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ვაიბი დავიჭიროთ. ვანჩეთის ხე. კი, შეჩემ, აქ თუ არ ჭამეთ, აღარ გვეჭმევთ, შედი. არ მშია ძმაო, რა არ მინდა ხა ჭამა და რაღაცა. და წავედით ეგრევე. ანუ ეგეთი რამე, ანუ ეგრევე წავედით PSG-ს ბაზაზე, ექსკურსიაზე. მერე გაგვწამყვანეს სასტუმროში, როგორც იქნა, ავედი სასტუმროში, ეს სასტუმრო უცებ განახებს. აქედან შემოდი ხარ, გენიალური ჩანთა არის, მოდი ტუალეტი არის, ყველაზე მაგრა ტუალეტს ეთქვა ხოლმე რა. ტუალეტი, ესეთი ტუალეტი მაქვს. ეს მე ვარ. Yo, what's up, G? Everything is alright? ხოდა, შემოდი ხარ მე აქ პატარა ნომერი მაქვს, შვენიერი ლოგინი, ეს ჩემი ქურთუკია. ესეთი სასტუმრო იყო. სხვათა შორის დამავიწყდა, დაგვახვედრეს იქ ესეთი ყუთები იყო, აი კაკრას აიგერ მაქვს რა. აი ესეთი ყუთები დაგვახვედრეს ლიგა 1-ის ლოგოთი. მეგობრებო, ნახე ლიგა 1-მა რა საჩუქარი დამახვედრა რა, ესეთი ყუთი იყო, ამ ჩანთაში იდო ეს ყუთი. და აქ ეწერა ვაჟა რა, დაწეპებული იყო რა. და ეს პატარა ბურთი იდო. ლიგა 1-ის ბურთია, მაგრამ ყველაზე მაგარი. ამას შეხედეთ. ამას შეხედა, ყველაზე მაგარი. ამას შეხედეთ, ბიჭო. ამას შეხედეთ. სადაც რესტორანში წაგვიყვანეს, რესტორანი იყო ძალიან საინტერესო, ესე გემზე კი არა მოტივტივე რესტორანი იყო მდინარეზე. დავსხედით. და იქაც იყო საინტერესო რაღაც რა, რომ მოგვიტანეს აქ როგორ ჭამდით, ეს იქ რომ პირველი, მეორე, მესამე ვჭამდით. ანუ არ იყო რომ აი ერთხელ გვეჭამ, ანუ ყველაფერი ჩვენი ჭამის რაციონიც გაწერილი იყო რა, პირველი, მეორე, მესამე, ანუ აპეტაიზერი, მთავარი კერძი, დესერტი. და აპეტაიზერად მოიტანეს ტავსონას ძალიან შეა და ხგონია რომ საფრანგეთში კაროჩე სახეს გააძროს და აყრიან ხორცებს თავზე და აი ძალიან ერთადერთი არ უყარს პაშტეტი და ხალადეც ამორს არ გაიკაროს, თავარია დალშე შეჭამს ყველაფერს რა. ასევე არ უყარს სიცხლიანი ხორცი, ანუ medium rare-ზე ნაკლები ხორცი, ან medium rare უნდა იყოს, ან medium-ი, ან medium well-ი, ან well-done რა. ყველას well-done ურჩევია, ეგეთი ადამიანია ჩვენი დაფსონ. და მივიდა დავსხედით რესტორანში და კაროჩე სანამ მოგვიტანდნენ რაღაცა ერთი ღვინო დავლიეთ, იქ საქართველოს ქართული ვასწავლეთ ადამიანებს, იქ გაიაზრეს რომ ყველაზე მაგარი როჟები ქართველები ვართ. რატომ ანუ მოვახერხეთ ეგ უცებ თავარ მაგი და დიქცა ჩვენი მაგი და იქ რაღაცა ორგანიზატორები და მასპინძლები მიცხოვენ ჩვენ მაგიდაზე ისხდნენ ძალიან კარგი ადამიანები არიან და დაგვხვდნენ მაგრამ ერთადერთი რომ იკითხეს რომ ალერგია რამეზე გაქვთ თუ არა იქ რომ ვავსებდით ანკეტას მე მეწერა რომ ლოკოკინები მოლუსკები და რაღაც ეგეთი წნერობები არ მევასება დაფსვას ეწერა ცხარეზე არ ეწერა იქ პაშტეტი და ხალადეცი რო არ უყარს და მოგვიტანეს პირველი აპეტაიზერად ჯემი ძალიან დიდი პაშტეტი, ესეთ პაშტეტი და ბევრი პური. და ესე ვჭამთ, მე ხაი არ ვიცი ტაფსონა რომ იმას შვება რა, რა ქვია, რომ არ უყვარს ეს პაშტეტი რა. და ვჭამთ ვისვამ პურზე, ვჭამთ, საუბრობთ რაღაც ისეს და კაროჩი გამომხედა და ანუ ერთადერთი რაღაცაო, რასაც ვერ ვჭამო და ესე უსვია ხალადეც ისა პაშტეტი უსვია პურზე რა, ესე რა და ესე უჭირავს და ეს მეკნებს რომ ერთადერთი რაღაცო, რასაც ვერ ვჭამო არის პაშტეტი ვამის დედავატირეო რა, ჩაი და შეჭამო. ეხლა ვართ გემზე და გემი არის ასევე რესტორანი. ოღონდ მაგარი რესტორანია. აპეტაიზერები მოგვიტანეს შამპანიური ღვინო. მივტასაოთ პარიზელებთან ერთად. წეს დავარწევთ პარიზს, კარგად შევჭამთ, კარგად დავლევთ და ბავშვობის შოცნება. ანუ რო გემი რესტორანი თან რომ მოძრაობ. რო დაიძრა. ეგ უნდა მოძრაობდეს ეს რესტორანი. რესტორანი რო დაიძრა, ტაფსონას თმა მოვიდა, უცებ და მე ჩაუვიდა. ამაზე სუფრებ. ხო, როცა ხიდის ქვეშ გავუძებ. ხო, ანუ რესტორანში ვარ ჩოლება თან მივტასაობთ, რათა პარიზში მივტასაობთ და. სიგეჟია ხალხო მართლა არ ვიცი, ნაგითი. დააგაგვიმართლა. დალეული არ გვაქვს ღვინო მოდის ვიღაცა გვისხავს. მაგარია ვაფშე ძალიან. გაუმარჯოს მასტო ფანტასტოს გამომწერებს გილოცავთ. მასტო ფანტასტოს გამომწერებს გილოცავთ ყველაფერ საუკეთესო დაბადების დღეს. კაი, მართლა კი არა, გამოიწერეთ და ლაიქეთ და ხარჯი დაუდეკით თორე ხა უკეთესი იუთუბერი, ერთი ასე ვიცი, მეტი არა. და ვსვავ ჭამთ, მე მოვიდა მთავარი კერძი, რომელიც იყო სტეიკი და ძლივს ტაფსონამ სტეიკი და სოკო მიირთვა. მე მოვიდა დესერტიც გემრიელი იყო, მე გადაგვიღო ადამიანმა ფოტო, რაღაც ფოტოები გადავიღეთ და ერთ-ერთი მე ამოგვიბეჭდა და მოგვიტანა რომ აირჩიოთ რომელიც გინდათო რა და ავირჩიე ერთ-ერთი ფოტო. სხვათაშ აი და მოგვიტანეს მე მოგვიტანეს ეს ფოტოები ამობეჭდილი და აირჩიეთ რომელიც გინდა და მე ერთ-ერთი ავირჩიე და ეს თქვა და მომიტანა და 25 ევრო, ანუ 25 ევრო ღირდა აი ეს ფოტო.
აი არ ვიცი ჩანს თუ არა. ეს ვართ გეტყვით, ეხა ვინ ვართ რა? ჩემ გვერდზე ზის მაქსიმი. ეს არის ბრიო და მაქსიმი არიან ორე რამდენიმე ორი ადამიანი ფრანგი, ვინც ჩვენ გვიმასპინძლა ლიგა 1-ის სასტავიდან. ბრიო, მაქსიმი, მე და ორი პოლონელი, რომელებიც ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ბოლოს მიხვდებით რატომაც რა. ტეშტეგენს ვეძახდით ამ პოლონელს. სხვადასხვა ამ პოლონელმა ბოლო დღეს მიკითხა რომ რა გვარი ხარო და გოგო ან რა გვარი ხარ არა მე ვთქვი ამბობდნენ რომ ეს ქართული გვარები რთული სათქმელიაო რა მეთქი რანაირად მეთქი გოგოა ვარ თქო და გოგოა ხარო ერთი ფეხბურთელი ვიციო გოგიტა გოგოა გამოშტეთ მეთქი რა გოგიტა გოგოა მარტო მე ვიცი მგონია მეთქი საიდან იცი და წაფსონა ეკითხება რომ კიდე ვინ იცი ისეთია ვინ შეიძლება არ ვიცოდეთ თუ რა ვიციო რა შეიძლება წეს ყველა უნდა იცოდეთ რომ მამია ჯიქიაო მამია ჯიქია რა თქვა მან მივხვდი რომ არაფერს არ ვიცოდეთ რა Parishi ვარ, ჭამეთ მოვფინა. ნუ შეგვეცი, გავიგე რომ პარიზში ხარ. არა. ამ ისტორიას ვხვდება, რომ გოგო პარიზში ახსოვს, შეკრეტინოთ რა. აგიტო არ შეიძლება პარიზში. მიდი. ჩვენი პოლონელი მეგობარი ახლა გაიხსენებს ქართულ ფეხბურთელს, რომელსაც ერთხელ ქართული გუნდის მაისურით პოლონური გუნდის წინააღმდეგ უთამაშა. Yeah, Gogita Gogua. I remember him. He played in European Cups against Polish teams. I remember him. He was an attacker, yeah. 14, number 14. მიხტელდა. Yeah. გოგუა ვარ მეთქი გვარად და როგორ ვიციო ეს ფეხბურთელი გოგიტა გოგუაო გამო მე დავბრუნდით სახლში ძლივს მივედი გადავივლეთ ანავს რესტორნამდე უკან აბრუნდით სასტუმროში და მოუწესრიგდით მე ავედი სახლში ძლივს ნასვამ ნაჭამ ნამგზავ უძინარ ნაექსკურსიარ ავედი იმაში ნომერში ეგრევე გავითიში ანუ აი თავი არ მქონდა დადებული გავითიში მეორე დღეს რა თქმა უნდა გვაღვიძებენ ადილას მეგობრებო მეორე დღე არის გათენდა მეორე დღე ცოტა ადეკვატური ვარ. მეძინა 8 საათი, აგერ ყავა მაქვს, აგერ ჩაი მაქვს, გაკეთებული რათა ენერგია მქონდეს. აი ესე იგი დღეს არის გეგმა ესეთ სადღაც მივდივართ, რა თქმა უნდა რაღაც უნდა მოგვანახულებინონ ექსკურსიასავით და მე მივდივართ, რაღაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მე ყვარას თამაშზე მივდივართ და ვიქნებით ჯერ VIP-ში, მე pitch side-ზე ჩავალთ. მუღამი რა მაქვს? ხა მე მაქვს მუღამი, რომ ყვარას მაისური გაუცვალო. და წამოღებული მაქვს. მაკის მაისური მაქვს წამოღებული, რომელთაც ჩემპიონი გავხდი. აგერ ეს მაისურია. და მინდა რომ გაუცვალო ყვარას რა. მაისური. ესე იმედია დაუყვირებ, დაუძახებ, თქო, მივწერ, რავი, დაურეკავ ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემკენ წამოვიდეს და მაისურები გავუცვალოთ მე და ყვარამ რა. მივყავართ ექსკურსიაზე მოედანზე მინი სტადიონზე ჩვენთან რომ მინი მოედნები არის ეგრე ერთი მინი მოედანია სადაც პარკივით აშედიხარ და ულამაზესი ხედი არის ეიფელის კოშკის წინ არის მინდორი და იქ შემედით რაღაცა ჩემი თეთრი ბოტასებით რაღაცა ბურთი ჩაფუშული ბურთები მოგცენს ეგ არ გამისწორდა მაგრამ რა მუშავს მეგობრებო აი აქ რო ფეხბურთს თამაშობ რა მაგარია ერთ-ერთ აქ ჩავატარებ მე თამაშს ვიცით უეჭველი ჩავატარებ თამაშს ხო იმის მერე რა ქვია სტადიონის მერე წაგვიყვანეს იმაზე ტრიუმფალურ თახთან იმდენად შეზღუდულები ვიყავით რომ ნახე გეტყვით ახლა როგორი შეზღუდულები ვიყავით რომ ანუ სუპერმარკეტში ვიყავი ერთხელ 4 დღე ვიყავი საფრანგეთში და სუპერმარკეტში ვიყავი ერთხელ და გადაგვიყვანეს ტრიუმფალურ თახთან მივედით და ტრიუმფალურ თახთან ახლოს ვერ მივედით რა, ანუ აქ ქუჩის გადაღმადან, აიო, გადაიღეთ რომ ის გადაღება თუ გინდა თუ უცებო, ანუ ეს ჩვენ პონჩი გააკეთეს ახლა მაგათ ვალდებულება საერთოდ არ იყო რა, რომ ტრიუმფალური თაღი გვენახა იქ, მაგრამ უცებო ბარემ რაღაცა 5-20 წუთი გვაქვს, მივიდეთო და იქ რამის გადაღება თუ გინდა, გადავიღეთო, დავსვენე დავაყენე იქ რაღაც ლექსი წავაკითხე ტრიუმფალურ თაღთან. უფრო მეტჯერ ფილმში ვნახე ვიდრე რეალობაში. ბასტო კარგად გადამიღე თავზე, ნუ მიღებ ძმობაში. ძალიან დიდი ამბავია დავესწრები თამაშს დღეს მგოშანი ვარ ძველი დროის პროსტა ახლა გამალღეს. ზოგი ვერ მიხვდით რას ავგულისხმობ აგიხსნით უცებ ორწამში აი დისნეი როგორც გაყინეს ყინულში ცივში მომსპარში. ჰაჰა გეგონათ მორჩა ლექსუსი ლექს მოპერებით ასევე ეძახი. თორე ლექსუსსაც პეჯოსაც რენოს მემირჩევნია ჩემი ვენახი. ეს ჩემი ლექსუსია. მელექს მოპერებით ასე ვეძახი. ხო ძალიან იდეალური. აი ხო მგოსნური არის. ძალიან მგოსნური. აჰა, გეგონათ მორჩა ლექსუსი ლექს მოპერებით ასე ვეძახი. ტრიუმფალურ თაღთან ყველაზე ყლე ლექსი აბსოლუტურად საკითხო. ისტორიაში.
უკან დავბრუნდით, მე ჩავსხედით და გადავინაცვლეთ უკვე PSG-ს თამაშის დღე იყო. PSG-ს PSG-ს Parc des Princes-ზე მივედით, Parc des Princes-ზე იქ რაღაცა სხვათა შორის ოფიციალური ფანშოპი იყო PSG-ში. მივედი ახლოს, მაგრამ არ შევედი. რო იცოდეთ, იმიტომ რომ ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი და მე მეგობრობთ ეხა PSG-ს ოფიციალურ ფანშოპში არ შევიდოდი, შანსი არ არის. ეს ამაცხვენი. ეს არის PSG-ს ოფიციალური ფანშოპი. სადაც არ შევა. მე მოედანზე შეგვიყვანეს, ოღონდ მოედანზე ჯერ შეგვიყვანეს pitch side-ი, რასაც ქვია რა, ანუ აი მოედანზე რა იქ. ნახეთ რა აცვია, პროსტა რა აცვია, რა ვიდზეა და რისი ჩაცმა უწევს ეხა ზემოდან ნახეთ. Bro, fashion. Fashionista. მე ავედით პირველ ტაიმზე მოდან უყურეთ და მეორე ტაიმზე ისევ ჩამოვედით რა და რომ ჩამოვედით კვარა არ თამაშობდა მაგრამ იმედი მქონდა რომ შემოიყვან და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ კვარას შემოიყვან მე კვარა იქ რაღაც ტაშებს რო უკრავს დამინახავდა ხელს დაუქნებდი მეთქი მოდი თქვა აი უია რაღაცა ანუ წარმოიდგინე ხა იქ როგორ რაღაცა იცი რომ PSG-ს რაღაცა სხვანაირი რეგლამენტები აქვს ხა იქ კვარა გადმოდი ხინკალი ჭამოთ გლუდი დავლიოთ და რაღაცები არ გამოდის რა იქ უნდა ყველაფერი შეთანხმებულად არის და დამინა ანუ ხელი რო დაიქნა ვერ დამინახა უკან გაბრუნდნენ დროშის დამკნევად თუ იმუშავებთ ბიჭო რთულია მე დროში შენი წელის პირობებში ძალიან რთულია ვიცი მასოუბრები დაუძახეთ ხო შეჩემმა არ ეს I don't know they gonna see me they will you go there now და გავცვალეთ რა მაიკა რა მე რაღაცა ბიზნესი ვილაპარაკე ცოტა რაღაცეები მეთქი მაყუთი ხო გაქვს მეთქი რა რომ ანუ ხელფასი ხო მოგემატა რა და მეთქი რაღაცა ისეთ პონჩი რომ გავაკეთოთ მეთქი აიქნება თქო და ბაზარი არ არისო ბასტო მეც მინდოდაო მაგაზე შენთან ბაზარიო მაგრამ პროსტა ვეხავ მორჩესო რა ესო ჩემპიონთა ლიგა გვაქვს სათამაშო და რაღაცაო შენც ხა საქმეზე ხარო ჩამოსული და ჩამოვალო თბილისშიო მეო და ვიბაზროთო რა ხო იციო შენ ყველაფერს განდოფო მაგარი როჟა ხარო რა აგერო მაისურიო ძმაო და რა ვიციო რა რამე თუ დაგჭირდაო აგერავარო შარდენზე ვცხოვრობო მეცო რა იქაც არის შარდენის ქუჩა რა პარიზში და მეთქი მე ლუი მე-14-ზე ვარ რა აქ მეთქი გადაღმა ქუჩაზე ბაზარი არ არისო რა და მე პროსტა როგორც გითხარით ძალიან დაკავებული გქონდა დრო დაუკდა ძალიან დაკავებული ვიყავით და მაგ პონჩი მე ვეღარ მოვახერხეთ ნახვა რა იმას კი ეცალა მაგრამ მე აღარ მეცალა ხვდებით ანუ მე ვაფშე აღარ მეცალა ანუ ასასვლელი ვიყავი სენტ-ეტიენში იმიტომ რომ ზურიკოც უნდა გვენახა რა ანუ ზურიკოს თამაშიც უნდა გვენახა იქ საერთოდ დერბი იყოდო ხო და დერბი იყო რა ანუ გავცვალეთ მე ეს ძალიან ბედნიერი ვიყავი უბედნიერესი ვიყავი კიდე საერთოდ გამოშტერდნენ ანუ ხო ძალიან ბევრს საუბრობდით თქო რო გითხარით და ყველას ეგონდა რომ ყველაზე მეტი გამომწერი ჩვენ ყავდა თქო მე სეტანტა სპორტსი რაღაცას ვანახავთ 800-ს გამომწერი ვიყავთ ეს რო კვარასთან რომ მაისური გავცვალეთ და ჩავეხოდეთ რაღაცა და ძალიან ჯირულად გავაკეთეთ რომ ისაც ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძმაო აქედან იმიტომ რომ იქ რო ეგ რო კატკვარასთან ეს თემა რო დაინახეს იქ სასტავ ვინც იყვნენ რა იქ კიდე უფრო შემდეგ ლეველზე გადავიდა ქართული სულის კვეთება და ქართველობა რომ კაროჩე ანუ თან რა იყო იცი რომ მოედანზე რომ შევედით იქ pitch side-ზე რომ შევედით
საქართველოს დროშა ვისაც ეჭირა, ან საქართველოს ვინც იყო, ყველა ისე გვესალმებოდა როგორც ნაცნობს, რა, თითქოს გვიცნობდნენ რა. ეხლა ჩვენც ესე ვესალმებოდით, რა თქმა უნდა, როგორც ნაცნობს. და აი გაიმგიჟდნენ, რომ ეს რა ქართველი მეთქი, გიცნობ მეთქი, არა, პროსტა ქართველები რომ ხვდებით ერთმანეთს უცხოეთში, ეგეთი ტრადიცია გვაქვს. ვაუ, რა მაგარია და ეგ რა დამოკიდებული. მე ყვარა რომ მოვიდა და ყვარასთანაც იგივე მოხდა. ვაფშე გამოშტერენ, ანუ ეს რა ხარ, სად ხართო საერთოდ გაგიჟდნენ. და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ საერთოდ არ მომიწე გვარდო საინძესთან ვიყავი რომ короче ესე დავდივარო და ვიძახიო რომ აი ეს ღვინო ჩვენ გამოვიგონეთ, თაფლი ჩვენ მოვიგონეთ, ის პირველი ევროპელები ჩვენ ვართ, მაგრამ არ მკვირთო რა და შენ როგორ ფიქრობ და მე ვფიქრობ მეთქი რომ ჯერ შენი თავი დაავასტო და მე რო კითხავენ სად ვარ ხარ მე რო ხარ ქართველი და ვა ესე თესლი ქართველი ხარ აი დაახლოებით ეგ თემა იყო რომ აი ეს რაღაცა თემები დავალაგეთ ქართველები მაგარი როჟები გავიჭიდეთ იქა და მე უთხარი ბოლოს რომ შენ იცი რომ ღვინოს ჩვენი მოფივით ღვინო ჩვენ მქონდა პირველი და დაგუგლეს ვაუ და მე ნელ-ნელა კიდე უფრო ბევრი mind blow ეჭითებათ რა ხო და აი ეს ამბავი ქართულ ამბავში იქაურმა ტიპებმა ვინც იქ დაგხვდა და ვინც ჩვენნაირი სტუმრები იყვნენ სხვა ქვეყნიდან ძალიან თამაგათვის ძალიან დიდი mind blow იყო რა და ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო და ყველა დამერწმუნდა იმ ფოტოში ვინც არის უკან ეხლა რაც გავაკარე და კიდე რა ვიცი საერთო ფოტოც ვანახებ აი იქ ვინც არის ყველა პირობას იძლევა რომ საქართველოს არის შემდეგი destination-ი დამპირდნენ რომ შემდეგი destination-ი საქართველოს იქნებოდა თუ არ ვიცი კარგად ვერ ვაკეთებ პაროდიას შეიძლება ხო და მეორე დღეს წავედით სენტეტიენში იმიტომ წავედით რომ ლიონი სენტეტიანი ლიონის დერბი იყო სხვადასხვა ერთი fun fact-ი სენტეტიანის მოედანზე როცა მიდის სენტეტიანი ან დერბი როცა სენტეტიანის მოედანზე მიდის ლიონის ფანები არ დაიშვებიან და როცა ლიონის მოედანზე მიდის სენტეტიანის ფანები არ დაიშვებიან რა იმიტომ რომ ძალიან აი ხო არის ულტრასები რო არიან რა ყველა მთელი მოედანი ულტრასია იქ რა ანუ ის კი არის რომ ერთი რაღაცა იარუსი აქვს ულტრას გამოყოფილი მთელი ქალაქი ულტრასია ლიონისაც და სენტეტიანისაც რა ხო და რო ჩავედით სენტეტიანში პირველი ექსკურსია იყო წაგვიყვანეს მაღაროში ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში თუ რაღაცაში სენტეტიანი არის თურმე აი ჭიათურის მსგავსი ქალაქი რა ანუ მაღაროები აქვს და იქაური კულტურა არის შრომელთა შრომელი ტიპების ისაა რა რაღაც ქალაქი არის ქალაქში დავდიოდით ანუ არავინ ანუ ზომბი აპოკალიფს გავდა რა ანუ არავინ არ მოძრავდა აი ხო დავდიოდით ავტობუსით თუ რაღაცა მინივენით ამ ქალაქში რომ მოძრავთ არავინ არ იყო საერთოდ არავინ არ იყო აზზე არ მეთქი რა ხდება ვაჯანა სად ვართ და რაღაცა და მაღაროში მივედით იქ რაღაც ექსკურსია იყო იქ ძალიან სასაცილო იყო короче მივედით მაღაროში ძალიან დაღლილები ვართ ძალიან დაქანცულები ვართ ძალიან ხშია ძალიან წყურია და მიგვიყვანეს სენტეტიანის მაღაროში რომელიც არის მუზეუმიც ანუ იქ გიდი ხდება და განახებს რომ აი ეს როგორ იყო რანაირად იყო რა იყო რა და ბჭო ანუ როგორ თემა იცი რომ აი კი გასაგებია შევხედეთ მაგრამ იქ ვართ დაახლოებით 12 ადამიანი და აი ჩემპიონატი რო ჩაატარო ვის კიდია ყველაზე მეტად აი ეს ამბავი ძალიან გაგიჭირდება ამორჩევა იმიტომ რომ ყველას თანაბრად ძალიან გვიზარება ეხა მაღაროში მაღაროში კი რა იქ რაღაცებში სიარული თან გიდი არის გიდ თვალებში უყურებ და გიდი არის როგორი მოწადინებული იცი როგორი ენთუზიასტი იცი ამ ამბავში რომ აი დაგერხა რა თუ ჩაგითრია დაგერხავს რომ არ გამოგიშვებს ხელს არ გაგიშვებს короче და ყველა ამას ვიაზრებ და ყველას გვინდა რომ მალე მორჩეს იმიტომ რომ თამაშზე ვარ წასვლით თამაშამდე საჭმელზე ვარ მისასვლელები და ანუ რაღაცა საოცრება უნდა ჩაატაროს ის ხანი აი კმილებს ილესავს რა რომ დაიწყოს ტური და უკვე მიდის ბაზე რომ შეიძლება არ დაიწყოს იმიტომ რომ დიდი ტურიაო და ეხა შეურაცხყოფა არისო შუა ტურში გაჩერებაო და მოვასწრებთ არ მოვასწრებთ და ვლოცულობ ყველა იქ ყველა ღმერთზე ვიღაცა ანუ სხვადასხვა ჯულის ხო ვიყავით ყველა ლოცულობდა სხვა თავის პონჩი რომ გეხვეწები გადაიდოს ანუ ის კი რა რომ აღარ იყოს უბრალოდ გადაიდოს იმიტომ რომ შევჭამდა მე სენტეტიანის თამაში რომელიც არის გვაფრთხილებენ რომ თქვენ ენერგია გჭირდებათ იმისთვის რომ სენტეტიანის თამაშზე რომ ჩახვალთ იქ გაუძლოთ ისეთი აურა ისეთი ამბავია რომ შეიძლება დაგერხეთ რომ აუ დაგერხა რა ანუ სენტეტიანის და უნდა დაისვენოთ მანამდე და ბიჭო ვახ მეთქი თუ უნდა დავისვენოთ უნდა ისქნა ეხა ეს მაღაროში თუ ვიარე მე რანაირად და короче უნდა ქნას და მაინც დაალაგდა ისე რომ დაიწყოს ექსკურსია და იმ ხალმა აი დაგენძრათო короче და დაიწყო ყველა ნაბიჯზე ყველა ჩამონგრეულ აგურზე ყველა გალესილ კედელზე ყველა რაღაცაზე რაც კი რამეს არსებ ხის აი ხელზე თუ მური იყო წასმული მაგაზეც ისტორიას გვიყვებოდა ფრანგულად და
და შოთღლები თუ ინე კვატენო შოთღლები თუ რაღაცებს ბაზრობს და და დაქრისტაი და გადაგვიარა იმენა ინფორმაციით გვერდზე ჩვენი აი ბრიო ვინც არის აი აქერა ბიჭი ვინც არის ეგანი თარგმნელი და უწევს თარგმნა იმიტომ რომ ყველაზე კარგად ინგლისური მაგანიც ის რა და შოთღლებენო და this thing was for this kind of thing და რაღაც ეტაპზე დავამუღამე რომ ეს ხალი ამ ხალსა და ჩვენ შორის არის ძალიან დიდი კონტრასტი ენთუზიაზმის ამბავში აი ძალიან დიდი კონტრასტი და ეგრო დავამუღამე და ყველას რო სახეზე უყურებ და ის ხალი რო ფრანგულად ლაპარაკობდა ფრანგული არავინ არ იცოდა ესენი თავს უქნებდნენ მაინც რა და მან მივხვდი რომ რა მატრიცაში ვიყავი გაჭედილი სადღაც და დამეწყო სიცილი ანუ რო ყვება ესე სიცილი დამეწყო რა და ვისაც გავხედავდი ყველას ეცინებოდა ანუ ვისაც თვალებში შევხედავდი ესე ხო იცნენ ხო შევხედებ ყველა ამას აკეთებდა რა და მე როგორი შებოჭილი ვარ ხა წარმოგიდგენთ რომ იმ ხალი პატივისცემის ამბავია რომ არ უნდა გაგეცი ხა თუ გაგეცინა რა პონტი რაზე იცინი ხო და ბიჭო ვერსად ვერ ვიხედებ ვისაც გავხედებ ყველა ამას აკეთებს და ეცინებათ რა და მე ცუდად ვარ ანუ მე ესე სახე მაქვს მაგრამ ცრემლები მომდის ის იმდენს ვიცინი არის ხო იცი რომ აი ეგრე იმდენს ვიცინი ცრემლები მომდის და აბსოლუტურად იქ არ მიჩანს რა სადღაც მოძრაობს რა და მე ვკვდები სიცილით და ერთი მომენტია რომ აუჩე ჩაგვიყვანეს ქვემოთ რაღაცა ის კონდათ სიმულაცია კონდათ შექმნილი რა რაღაც მაღაროსი თქვა ნახშირის რაღაც და სადაც 9 მეტრზე ჩავიყვანეს ქვემოთ და იქ უკვე პატარა იმაში ვარ თუ უკვე გასვლაც აღარ შეგილი ანუ ეს დერეფანში ხარ და უეჭველი თუ გაგეცინა უეჭველი ხედავს ისა რა და ამ ხალხს ზურგს უკან ამოვდექი რომ რაღაცნაირად მოვახერხე რომ მეთქი ანუ აი ვერ ჩერდები რა ვისაც უყურებ ისიც ვერ ჩერდება და ვერცად ვერ უყურებ ყველაფერზე მეცინება და ტაფსონას უყურებ და ტაფსონა რაღაცნაირად აი ხალხში ესა შემოვიდა რა ჩემთან და დავინახე რა რომ ტაფსონა შემოვიდა და კეჭ ტაფსონაზე ყველაზე მეტად გამეცინა რა ანუ აი რომ დავინახე რომ თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს ეგრევე იმანაც ეს გააკეთა მეც გამეცინა და ჩავწიე თავი რა და ანუ ისეთი რაღაცაა რომ ძალიან სასიამოვნოა ხო იცი რომ გეცინება რა და ანუ აი ტაფსონა მყავს დათრული ავხედავ ეცინება ანუ ვაფუჭებ რა მე იმ ხალის ზურგს უკან ვდგავარ და მე ვერ დამინახავ და ტაფსონა რომ ტაფსონას ვეღარ დავებიეხ რა ვაფუჭებ რა ანუ შევხედავ იმას რაღაცებს ჩალიჩობს და ვეღარ გაუძლო თუ რაღაცა რა და ჯიბიდან ანუ მიწის ქვეშ ვართ 19 ანუ მიწა ცხელი არის რა ანუ ბედამიწის ბირთვი ახლოს გვაქვს 5 მეტრზე არის მაქედან აი ძალიან მიწის ქვეშ ვართ რა და ბიჭო რო ეცინება თვალის არიდების მიზნით აი სატო არის ქვემოთ დახრე თავი და ამოიღო რა მობილური და მესიჯობა დაიწყო საერთოდ დავინახე რომ ბიჭო აი არაფერი არ იჭერს რა ანუ აი არაფერი რაციაც არ იჭერს ანუ მე ამოვანათებ აი რა საჩვენებდა მობილური სპეციალად დავხედე მე რომ მეთქი აი ბიჭო აი მესიჯობა რო დაიწყო და აი ამას საჩვენებდა ანუ ეგეთი რამე არ მაქვს ნახე ანუ აი სატელიტიც არ იჭერდა თუ რაღაც სოს ეწერა და აბსოლუტურად ამავე მომდრო მესიჯობა დაიწყო და ეგ რო დავამუღამე რომ რო იშალა აი რაღაც რო იყვებოდა და აი რაღაც აი მან რა დამემართა ის რომ აი ესე თვალებს ესე სახეზე ხელი მოვიკიდე და აი სახეზე ხელი მოვიძრობ და ჯიბეში ჩავიდებ რა იმიტომ რომ შანსი არ არის ვერ გავჩერდები აი ამაზე მობილური რო ამოიღო მეთქი დამენძრავსო აღარ შემილია და იმანაც დაამუღამა რომ ძალიან ბანძი რაღაცა გააკეთა ანუ ყველა დაუმუღამე და რომ აი თან ბიჭო ის კი არა მობილურს ჩახედა რაღაცა ამოიღო ჩატი გახსნა და დაიწყო მესიჯობა 240 კილომეტრზე ვარ თქვენ და მაგანაც დაამუღამა მე რაზეც გამეცნია და გაიწია კაროჩე რა გაიწია სადღაც უკან დადგა მე ცუდად დავარ აი როგორ ვარ იცი რომ აი ესეთი ხმები ისმის ჩემგან რა რომ აი ძალიან სიცილს არ გავდეს და ცრემლი მომდის წყლინტები მომდის და ტაფსონას ვეძებ რომ ხელსახოცი მომეც სახე მოვიწმე სუსველი ვარ რა ანუ წითელი და სველი ვარ და აი ცოტა აი უკვე აი ძალიან ვიკავებ თავს რომ თითქოს აი ხო იცი აი ვეღარ ვხედა ვერავის რაღაცა თავი საკუთარის ჩავაგდე რომ უნდა დავმშვიდე და ესე გაჩერებული ვარ და ის ხალი ხო წინ მიდგას და მშვიდად ვარ ესე ვიყურები რა ძლივს მაქვს ესე და უცებ აი ესე ანუ უკან წინ მიდგა და აი ესე შემომხედა რა აი ძალიან ჩქარა რა არ ელოდები რა ესე უყურებ და იმ ხალზე ხო გეცინება ისედაც ცოტა იმიტომ რომ ძალიან ენთუზიაზმით ხსნის ამ ყველაფერს და რა გადაანუცებ შემომიტრიალა და ვახ მეთქი ანუ აი და ვახ მეთქი და იგვე რომ შემომიტრიალა თვალები ჩამხედა და გატრიალ და
ანუ შანსი აღარ მქონდა რომ ძლივს ხო დაუწყნარდი და აი ესე გავიცინე. C'est important de ramener ce contexte de la langue. C'est à partir de 1951 qu'on a ces batteries électriques qui apparaissent. Et là, elles sont en bande de charge. En accrochant sa lumière ici, on recharge la batterie. მე დაამთავრებინეს ექსკურსია, იმიტომ რომ არ არისო დრო ამ ყველაფრისო, იმიტომ რომ თამაში იწყებაო და თან უნდა დაისვენონო ტიპებმა, ბავშვებმა უნდა დაისვენონ, იმიტომ რომ ცენტეტენის თამაშის გაატანა რთული არისო. მე ვჭამეთ და ტაფსონას მოუტანეს ხორცი, რომელიც იყო, აი მოდი ესე გეტყვით ახლა რა. არსებობს ანუ უმი ხორცი, რომელიც მაცივარში ინახავთ, აი ეგ არის უმი ხორცი, რომ მოაჭრით ძროხას, ეგრევე რაც არის, ეგ არის უმი. მაგის შემდეგი ეტაპი არის ბლურე არის. ბლურე არის მერე მოდის medium რისა, ბლურე არის მერე მოდის re არის, მერე medium re არის, მერე medium-ი, medium well და well done. და როგორც გახსოვთ, აბსოლუტურად გითხარით, რომ well done-სა და აი medium well-ს შორის ჭამს რა, ხორცს რა და ხორცი მოიტანეს, კაროჩე, აი ბლურე არის მეორე ეტაპზე, შემწაი გარედან რო არის მობრაწული მარტო და შიგნიდან ჩვეულებრივი ხორცი, აი ძალიან ჩვეულებრივი წითელი ხორცი როა რა. და ტაფსონას რომ მოუტანეს ძალიან ამაზად გამოიყურებოდა ეს ხორცი და ძლივ ჭამა რაღაცებს იძახის რა და დაარჭო ეს ხორცი ესე დაუსვათ და აი ეს რა მოვიდა იცი ხორცი აი სისხლები გამოასხა და იქ ხო არ უნდა ეხა ტაფსონას გამოჩნდეს რომ უკმაყოფილოა რაღაცი და დაჭრა ერთ ნაჭერი შეჭამა პირში ჩაიდო დადო ჩანგლე და გავიდა რა ონდეკ მოხდა პარიზში ბოდიში და მან დრო უნდა შეგვეჭამა როგორც გითხარით ტაფსონას არ უყვარს პაშტეტი და არ უყვარს ხალადეცი და სასტუმროში სანამ ავიდოდით დავსხედით და ესეთი რესტორანი იყო რომ 6 საჭმელი იყო რა 2 აპეტაიზერი 2 მთავარი კერძი და 2 დესერტი და ერთ-ერთი უნდა აგერჩია ანუ ერთი ცალი 2-დან 1 აპეტაიზერი უნდა აგერჩია 2-დან 1 მთავარი კერძი და 2-დან 1 დესერტი და მე ავირჩია სევიჩი არის უმითევზის კერძი რაღაცა დაფენილი თევზებია და მოსხმულია კი ის რა ქვია პორტოხლის წვენი და ტაფსონამ აირჩია კურდღლის ხორციო ეს ეწა და მოუტანეს კურდღლის ხალადეცი რა ანუ პაშტეტი ხო აჭამეს 2 რაღაც არ მიყვარს რა და პაშტეტი 3 რაღაც არ უყვარს უმი ხორცი პაშტეტი და ხალადეცი და პირველ დღეს პაშტეტი აჭამეს მეორე დღეს უმი ხორცი აჭამეს და მესამე დღე აჭამეს რა ეხა ანუ ეგრეთი კულტურა მე ვჭამე გემრიელად მაგალითად ყველაფერი საერთოდ ხოლო ტაფსონა არის ცოტა ისეთი რა ანუ ხინკა აი რომ მეგონა რომ გურმანი იყო არა თუმე ხინკალი უყვარს მარტო და ქაბაბი რა და მე კი გემრიელად ვჭამე მაგრამ ტაფსონა არ ევასება რა და მოუტანეს კურდღლის ხალადეცი და კურდღლის ხალადეცი გაბრატებულზე მაინც ბოლომდე ჭამა მე მოვიდა მთავარი კერძი 2 მთავარი კერძიდან ერთი იყო თევზის სუპი მეორე იყო ცხრის სტეიკი და ცხრის სტეიკიც გემრიელესად მივირთვი მე და იმას თურმე აღმოაჩინე არ ცხრის სტეიკი არ უყვარს ტაფსონას ანუ არ ტიპს საჭმელი არ უჭამია რა მე დესერტი რა თქმა უნდა უგემრიელესი ჩავსხეთ და დაისვენეთ ეხლა და ეხლა განახებთ მესიჯს ესა პირველი საათი და 50 წუთი იყო დაახლოებით რო გითხრეს რომ ავედი ნომერში დაისვენეთო და პირველ საათსა და 54 წუთზე მოგწერეს პირველ საათსა და 55 წუთზე გელოდებით ეგ არის ფაქტი. ჩავსხედით, წავედით, მაგრამ სენტეტიენი იყო, აი, მოედანზე რომ მივედით, ჯერ ძალიან მაგარი იყო. მე შევედით ექსკურსია იყო. მოგესალმებით, წინა სამაშო პრესკონფერენციის დროს დადგა, რა დღეს ვისაუბრებთ მე და ჩემი საუკეთესო ფეხბურთელი. ბასტოს იმედი ძალიან გვაქვს და დანარჩენი უბრალოდ ბასტოსთან გაარკვიეთ. კითხვა და ისვა რომ რასაპირებო, მე ვაპირებ რომ ამოვტენო ლიონი დღეს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, ჩვენ უნდა დავაგროვოთ ქულები, რათა დავრჩეთ ლიგა 1-ში. მიზანი ერთი მაქვს რომ მატჩში მაქსიმალურად მეტი გოლი გავიტანო, მაქსიმალურად დიდი კარგი სანახაობა ვანახავთ ჩვენს გოლშემატკივრებს, იმიტომ რომ გოლშემატკივრები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენს წარმატებაში და ექსკურსიას ვაკეთებ მოედანზე ვაკეთებთ, ანუ გავდივართ ამ ექსკურსიას. მოედანზე შეგვიყვანეს და შეგვიყვანეს გასახდელში და გასახდელში ანუ რა დამხვდა პროსტა რა. ეხა მოვედით გასახდელში. ჩავთ. გასახდელში ვიტყვირათ შეიძლება. გასახდელში მოვედი, მაგრამ ამას შეხედე. ბიჭო, არავის არ უშვებენ გასახდელში ესე მარტივად, მართლა პირველი შე. არავის არ უშვებენ, აგრეთვე ჩემი მაისური კიდია შეჭი. გავიგე. ანუ ამას შეხედეთ ვინმე. ყველა მაიღო თავისი სახელით. ყველა მაიღო რაღაცა. შენი ავიღე. დავითაშვილი. რა თქმა უნდა, ზურიკო. დამაფასე რა, 0 ეგოიზმი და 100% სიყვარული. ბასტო დამაფასე რა. ეგოიზმიც და სიყვარულიც. ჩემი ბიჭი ნახე. მაგარი.
მაგაი. Bravo, ძმებო. ხალხო. Thank you very much guys. მართლა ერთი წამი კიდევ უნდა განსაკუთრებული ამბავი არის. გასახდელში ასე არავის არ უშვებენ. სიგიჟე. ლიონის გასახდელში მაგალითად შევშვის ორი კაცი წინა რონის დერბიზე. და ძალიან დიდი სიფრთხილი და ყურადღებით ეკიდებიან. ჩვენ შემოვიდით იქ, სადაც ხა 1 საათში იქნებიან ფეხბურთელები, აი ამ ადიდასებს ამოიცნონ და გამოვლენ სათამაშო. ზურიკო სად არის? ზურიკო. აი აქ არის. ზურიკო აქ ნამყოფები ვარ. კაი, მოდი, იღბლიანი ის არის. აი ხელი დავარტყათ. და იმედია კარგად ჩაივლის. ეს საჭმელი ამას მიიჩნევენ თამაშამდე წყალი. აუ, ხო არ ღადაო. აი ნამდვილი ლიგა 1-ის გამოცდილება, guys. აი ეს არის ტაფსო ნამდვილი ლიგა 1-ის გამოცდილება, ხო? კი, კვების რაციონი ნახე? კი, ვნახე. ნასკები? ძალიან მესიამოვნდა რა მართლა, ანუ ნამდვილი ფეხბურთელების, ვინც აი თამაშამდე ემზადებიან, მაგათ გასახდელში, მაგათ ერთ-ერთი იმადა შემიყვანებს, ნახე ბუცები, ნახე დიეტა მაგათი, ავიღეს ჩემი ფორმა, რომელსაც ბასტო ეწირა, აი ძალიან სასიამოვნო იყო. მე შევედით მოედანი, საიდანაც ფეხბურთელები გამოდიან დერეფაინ საათსა. იქ ვიპოზიორე, ხან ქართული ვიცეკო, ხან გამოვედი. კონცერტები ხდება. მე წაგვანეს მუზეუმი გვანახეს სენტ-ეტიენის. მუზეუმი მთლიანი მუზეუმი მოვიარეთ, მე იყო რაღაცა პატარა ივენთივით, ამ თამაში დაიწყო და VIP-ში როგორც ხდება ხოლმე რაღაცა ალაფურშეტია. მან ძალიან ბევრი მივირთვი, ძალიან ბევრი ლუდი დავლია და ჩავედით მოედანზე და მოედანზე რომ ჩავედი დაბსრო მართლებს რომ სახიფათო არისო რა. ანუ pitch side-ზე, ანუ კარის უკან დგომა სადაც ფანები ულტრასები არიან, ანუ კი გითხარით რომ სენტ-ეტიენის ყველა გოლში მათგან ულტრასია მეთქი, მაგრამ განსაკუთრებული ულტრასები ეს ზუავი როარ, ხო ეს აი ფეხბურთელი რომ ჩამორბიან ეს ფეხბურთელი ნანახი აქ თმაც აი ზურიკოს ჰეტრიკის გოლზე რომ აი ძალიან ბევრი რომ ჩამოვარდა. აი ეგეთი ამბავია და აი ნუ კარჩე აი როგორი ზეიმია, იცი აი თელი თამაში, სანამ თამაში დაიწყო 1 საათი ადრე ტიპები მიწყებენ სიმღერას და და აი როგორი ჟურნალისტები მოლის, იცი რომ აი თითქოს აქამდე რომ პრიპაჩობდი რომ რაღაცა ფეხბურთი მესმოდა და ფეხბურთის ამბავი და ფეხბურთის სიყვარული ვიცოდი, თურმე ახლოსაც არ ვარ, კი აზრი არ ვარ, თურმე ვარ ჩვილი მაგ ამბავში რა. სენტ-ეტიენის ფანი გავხდი ესე რომ ვთქვათ რა. ჩავედი იქ სუ სიმღერა იყო, ერთი ის ძალიან მომეწონა ერთი ჩენთი რომ ლა 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 მე მთელი სტადიონი ესეთი იყო რომ ლა 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 ეი სენტ-ეტიენ აი ესეთი რაღაც იყო და ანუ მე რომ მორჩა თამაში, სანამ თამაში მორჩებოდა 10-5 წუთით ადრე გაგვიყვანეს ჩვენ რა, იმიტომ რომ იქ რომ თამაში ჩვენ შევდივართ ფლეშ ინტერვიუები და ჩაგვეწერა რა. ეგონთ ფლეშ ინტერვიუ რა არის, რომ თამაშის მე რომ გამოდიან და რაღაც ინტერვიუს რომ იძლებიან, ხო, ტიპები. ეგ ეცე და უთხრეს ზურიკოს რომ კაროჩე ქართველებიც არიანო რა და იქ როგორი არის, რომ პიარი ვისაც მოგიყვანს, პიარი თუ რაღაცა, ვისაც გამოგიყვანს, იმასთან და ჩაწერო. გამოიყვანეს ჯერ ლიონი თამაში მე რახან წააგო ლიონმა მიქაუტაძე ვერ ვნახეთ საერთოდ. და მესმის რატომაც, იმიტომ თამაში რა ეხა ეგეთი დერბი მაგათვისაა ძალიან მნიშვნელოვანი რა, ძალიან ცუდი იყო, ჯერ მანჩესტერთან ამოვიდათ, მე ეხა სენტ-ეტიენის დერბი წააგეს, რომელიც არის აი ძალიან ცუდი არის რა, კაროჩე რა. და მოვიდა ჯერ ლიონის მეორე მწვრთნელის მასაჟისტი გამოუშვეს თუ რაღაცა რომ კომენტარი გაიკეთებინა, იმიტომ რომ არავის არ უნდა კომენტარის გაკეთება, მე გავიდა, მე შემოვიდა სენტ-ეტიენის ვინ იყო ერთი ფეხბურთელი და ზურიკოც რო გაიგო რომ ზურიკო რო ქართველი არისო, თანხმობა მიცა რომ კაროჩე მეც მივდივარო და გამოვიდა, ნახეთ ზურიკო შემოვიდა, ხელი ჩაურტყით რაღაცეები. ის სანამ ინტერვიუს აძლო ჩვენ გავედით და გარეთ აი ძალიან დიდი ხანი კაროჩე ბაზრობდით, აი ძალიან ისე რა ჯიგრულად რა და ეს რა მასა რო ხედავდნენ ახლა ჩვენ მე ეტაპსმა და ზურიკო რო ისე ბაზრობთ და თავებს ანუ ძალიან შინაურულად უდგებით. მაგაზე გამოშტენ რომ თქვენი ძმაკაციაო, მეთქი არა, ანუ ძმაკაცი კი არ არის, უბრალოდ ვიცნობთ შორიდან შეიძლება ერთმანეთს, ქართველები ვართ და პატივს ვცემთ და ესე ერთმანეთს ვესაუბრებით, იმიტომ რომ რახან პატარა ერი ვართ, ჩვენ რო რაღაცა საერთაშორისო ასპარეზზე რაღაცის გაკეთება გვინდა, ერთმანეთს აზრებს უცვლით, ერთმანეთს უფიქსირებთ პატივისცემას, რომ საქართველოზე მუშაობენ რა, ესე რა ვთქვათ რა. აგიждდებოდნენ მაგაზე, მე ზურიკო შემოვიდა, ინტერვიუ მიცა ჩვეულა და ყველაფერი ველაპარაკეთ სანამ შემოვიდა და საერთოდ ყველაფერს ვებაზრეთ, ანუ აი
ძალიან შიდა ამბებზე ვებაზრეთ. ზურიკოსთვისაც მინდოდა მაისურის გაცვლა, მაგრამ სანამ შევთავაზებდი მაისურის გაცვლას, თქვა რომ აი დერბის ჰქონდა თავისი მაისური რა, ანუ სპეციალური მაისური და მიქაუტაძეს წერდა რომ ჯორჯისთვის უნდა გაეცვალა ეს მაისური და რო თქვა რომ ეს უნდა გაუცვალო, არ მქონდა შეთავაზებული, აღარც უთხარი ხარ, იმიტომ რომ უხერხემლო მდგომარეობაში არ ჩავაგდე რა თქმა უნდა ხა. ხო და მე ყველაფერზე ვიბაზრეთ. შემოვიდა დადგა როგორც ყველა ფეხბურთელი. პირველ რიგში გამარჯობა. საოცარი რამე იყო. ჯერ მითხარი ოდესმე გინახავს თუ არა სადმე ასეთი გულშემატკივრობა რაც დღეს ჟოფრო გიშებზე იყო. აი საკლუბო დონეზე ესეთი გულშემატკივრობა ალბათ ძალიან იშვიათია. და ესეთი საოცარი გარემო, ესეთი გზნობა ალბათ ოსერის შემდეგაც არ ყოფილა ესეთი ანუ ჩემთვის რა, იმიტომ რომ ვიცით ლიონი და ზოგადად დერბი რა მნიშვნელობისა ამ ქალაქში სენტ-ეტიენისთვის, ასევე ლიონისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ მე და მთელი გუნდი რომ ეს გავაკეთეთ, მოვიგეთ და სანახაობრივი თამაშით მოვიგეთ, რაც მთავარია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევწევს იმის ძალა, რომ ეს ბოლო დარჩენილი 4 თამაში მაღალ დონეზე ჩავატაროთ და შევინარჩუნოთ ადგილი ლიგა 1-ში. მე მგონი შენიშნულობა დაფასებადი არის და მე დავასწრო ბოლო ტურში ჩამოვალთ მაშინ. მაშინ როცა სენტ-ეტიენი გარანტირებულად დარჩება ლიგა 1-ში. გილოცავთ რომ გამარჯვებას წარმატებები. მე ვიყვარხ. გაიხარეთ. მადლობა ძალიან ზოგა. ხო, ამით იმის თქმა მინდა რომ კი ვერ გავუცვალეთ მაისური, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელი მაინც მოაწერინა ჩემი სახელობის სენტ-ეტიენის მაისურზე. სხვადასხვა იქ იყო ადამიანი ერთი, ძალიან კარგი ადამიანი საფრანგეთიდან, რომელიც იღებდა ვიდეოებს იღებდა, მუშაობდა ლიგა 1-ისთვის და იყო ბორდოს ფანი იყო და ზურიკოს ძალიან დიდი გულშემატკივარი და ზურიკოს ფორმა რო გადავეთეთ ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან უყვართ ქართველები საფრანგეთში, ძალიან დიდ პატივს სცემენ. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, კვიპროსელები, პოლონელები, ბელგიელები, ბრაზილიელი გოგო იყო ერთი, დანიელი იყო კიდე ორი ადამიანი. ყველა ჩვენ სფეროში არის, ყველა დაინტერესდა ქართული ამბით, ყველა ჩამოვა დარწმუნებული ვარ, ჩვენ პატარა ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქართული რაღაცა ქართულ დიპლომატიაში ჩვენი მე და ტაფსნამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ლიგა 1-ის და სეტანტას დახმარებით. ეს გამოცდილება რაც მივიღე მე ახლა როგორც გითხარით თავიდან მეგონა რომ ფეხბურთზე რაღაცები ვიცოდი, მეგონა რომ ეიფელის კოშკი პატარა ეგეთი დიდი არ იყო რომ რაღაცები მეგონა რომ ვიცოდი რა, მეგონა რომ ვიაზრებდი, შეიძლება ნამყოფი არ ვიყავი, მაგრამ ნანახი მქონდა და თითქოს გარედან გააზრებული მქონდა რა. მაგრამ იქ მე რა ბედნიერებად შევიგრძენი უცხო გუნდის გულშემატკივრებისგან, ანუ უცხო გუნდი რა გულისხმობს სენტ-ეტიენთან არანაირი ემოციური ბმამი არქამდე არ მქონია გარდა იმ სანამ ზურიკ ვარ გადავიდოდა რა. არც კი ვიცოდი ვაფშე რა იყო და არც კი ვიცოდი რომ მაგალითად მშრომელთა გუნდი იყო და არც კი ვიცოდი რომ ლიონთან ეგეთი დამოკიდებულება ქონდათ. ადრე ეზე მაქვს საუბარი რა, მანამდე მაქვს საუბარი. მაგრამ როგორც კი მივედი იქ და შევიგრძენი მათი გულშემატკივრობა, მათი დამოკიდებულება, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გუნდი გახდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება და გართობა და ინტერტეინმენტი იყო ჩემთვის, რაც ოდესმე მიმიღია ფეხბურთისგან. ამიტომ ამით რისი თქმა მინდა რა, ძალიან გული მწყდება, მართლა ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში იმის 10%-იც არ გვაქვს ეროვნულ ლიგაში, რაც ლიგა 1-ში ხდება რა, მაგრამ ჩვენც გვიყვარს ფეხბურთი, ჩვენც გვყავს საყვარელი გუნდები, ჩვენც გვაქვს დაპირისპირება, ჩვენც გვაქვს დერბი, ყველაფერი გვაქვს, მოედნებიც გვაქვს, ხალხიც ვართ, ფეხბურთიც გვიყვარს, მაგრამ რაღაცა მიზეზის გამო არ ხდება. მე მგონია რომ ეს ჩვენი ყველას, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ეს საფეხბურთო ზეიმი, ეს საფეხბურთო დღესასწაული, რაც იქ ხდება, აი ხალხი რო არ დადის ქუჩაში, იმიტომ რომ ყველა თამაშისთვის ემზადება და თამაშისთვის 3 საათი ყველა ჯერ იმაშვება, რა ქვია, გულშემატკივრობს თავის გუნდს, მე ყველა ზეიმობს და ეს არის მათი საყვარელი გართობა. საბოლოო ჯამში ეს ზეიმი გვჭირდება რა, ანუ რო ვიცოდეთ რა, უნდა დავიწყოთ ჩემი გადმოსახედიდან, მე მყავს ერთი ფავორიტი გუნდი, რომლის გვერდში დგომასაც უფრო დიდ როგორ ავხსნა რა, უფრო ჩემს საქმეს გავაკეთებ მე, პირობას გაძლევთ ქართული ფეხბურთის და ეროვნული ფეხბურთის გასაპოპულარებლად და გასამაგრებლად და გასადღესასწაულებლად. მყავს ერთი ფავორიტი გუნდი, რომელსაც მალე გაიგებთ, რომ აი მივალ კომუნიკაციაზე და რომელსაც მალე გაიგებთ. ძალიან მინდა რომ აი იქ რაც შევიგრძენი, იქ რაც მივიღე იმის რა ვიცი 20%-ს ვიღებდე ხოლმე ვიკენდებზე ქართული კლუბების თამაშებიდან რა.
ამას ჭირდება ეს არის ყველაფერი წრეზე, ანუ იმაშია რა, რა ქვია, ბმაში არის ყველაფერი რა. შენ თუ გოლშემატკივარი იტყვის, რომ კარგი ფეხბურთი მჭირდება, კარგი ფეხბურთს კარგი გოლშემატკივარი ჭირდება. ანუ იქ როგორი კომუნიკაცია აქვს ფეხბურთელებს და გოლშემატკივრებს, იცით, რომ გოლშემატკივარს უფლება აქვს ფეხბურთელს, მაგალითად, შენიშვნა მიცეს, იმიტომ რომ გოლშემატკივარი ფეხბურთი იყოფა ორად. გოლშემატკივრმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, უნდა დაიხარჯოს ბოლომდე, როგორც ჩვენ ვითხოვთ ფეხბურთელებისგან ბოლომდე დახარჯვას, ფეხბურთელებს აქვთ მაგის უფლება, რომ ჩვენგან მოითხოვონ ბოლომდე გულშემატკივრობა და ბოლომდე დახარჯვა ტრიბუნებიდან. ამიტომ ეს რაღაცა წრე, რომელიც ერთმანეთზე მუშაობს და რომელიც ერთმანეთთან კომუნიკაციაში თუა და ერთადერთ საქმეს ემსახურებიან, შეიძლება ქართული ფეხბურთი აღდგეს და აღსდგეს რა. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს ეს დამავიწყდა უბრალოდ და რაღაც სიტყვამ გამახსენა და ამის შესაძლებლობა გვაქვს სულ რომ 1000 კაცმა იაროს მაგალითად 1000 კაცი ყავდეს გოლშემატკივარი ერთ გუნდს 1000 მეორეს 1000 მესამეს და 2000 კაცი იკრიბებოდეს ხოლმე და 2000 კაცის ყიჟინა ისმოდეს მოედნიდან ეს არის ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი мотиваცია ფეხბურთელები ცხონად ითამაშებენ და საერთოდ სხვაზე იმის შექმნა ძალიან გაასწრებთ ძალიან გაგისტორდებათ და მიჯერეთ ბოლოს დავემშვიდობეთ ჩვენ მასპინძლებს ძალიან სასიამოვნო იყო წამოვედით ჩამოვფრინდით საქართველოში დახონძლულები დაღლილები და მე უკვე ის ამბავი რაც აქამდე ვთქვი მოკლედ ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო დიდი მადლობა სეტანტას არ დაგავიწყდეთ აი ესეთ არ დაგავიწყდეთ ბასტო პრომოკოდი 30%-იანი ვისაც გაქვთ უკვე სეტანტა შეგიძლიათ უბრალოდ ისევ მაინც შეხვიდეთ პრომოკოდში და შემდეგ თვეზე გაგიკეთდებათ ფასდაკლება ვისაც არ გაქვთ ხო საერთოდ მადლობა სეტანტას მადლობა ლიგაერტს უღრმესი ანუ არ ვიცი უფრო მეტი ვარ ვიდრე აქამდე ვიყავი უფრო მეტი ვიცი უფრო მეტი мотиваცია მაქვს უფრო მეტად მინდა რაღაცების გაკეთება უფრო მეტი ენერგია მაქვს და უფრო მეტი სურვილი მაქვს რა თავარი ცხოვრებაში ზოგადად ეგ არის